მედიის განვითარების ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით უცხოური საინფორმაციო ჩარევისა და შიდა პროცესების ერთობლიობა საქართველოში ინფორმაციული ავტოკრატიისა და დეზინფორმაციის მზარდ რისკებს აჩენს. კვლევა ქართულ საინფორმაციო გარემოს უცხოური საინფორმაციო მანიპულაციისა და ჩარევის მზარდი რისკის კონტექსტში იმ შიდა და გარე ფაქტორებს მიმოიხილავს, რომელიც საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე ახდენს გავლენას. კვლევა მედიის განვითარების ფონდმა ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის ქართული საზოგადოება დეზინფორმაციისა და კოორდინირებული ავთენტური ქცევის წინააღმდეგ ფარგლებში მოამზადა. კვლევა შეისწავლის საქართველოს პოლიტიკურ და მედია გარემოს, მათ შორის უცხოური აქტორების, რუსეთის და ჩინეთის მიერ გავრცელებულ ნარატივებს. ყურადღებას ამახვილებს ანტიდასავლური გზავნილების გაძლიერებაზე, საჯარო კომუნიკაციის პოლიტიკურ ინსტრუმენტალიზაციაზე და ინფორმაციული ავტოკრატიის პრაქტიკების გაფართოებასთან დაკავშირებულ რისკებზე. კვლევა ანალიზებს, როგორც ცდილობს რუსეთი ქართულ საინფორმაციო სივრცეში მანიპულაციურ ჩარევას, ამავე დროს აჩვენებს, როგორი თანხმედრა იკვეთება ქართული ოცნებისა და რუსეთის პოლიტიკური ლიდერების გზავნილებს შორის. ხიმის გარდა იკვეთება პრობლემა, რაც უკავშირდება ინფორმაციულ ავტოკრატიას, როდესაც ხელისუფლება ინფორმაციის მანიპულირებით ცდილობს დემოკრატიის იმიტაციას და ამ პროცესში იყენებს როგორც ყალბდამკვირვებლებს, ასევე სიმულაციურ ინსტიტუტებს. ჩვენ გამოვაბრინეთ არაერთი მაგალითი, როგორი ცდილობს ასევე ხელისუფლება პროტესტის დისკრედიტაციას და აქაც იკვეთება თანხმედრა რუსეთის მეთოდებსა და იმ მეთოდებს შორის, რომელიც მმართველი პარტია იყენებს. ძირითადად ეს მტრული ნარატივები, სადაც თანხმედრა იკვეთება, ეფუძნება სამ თემას. ეს არის ომის შიშებით მანიპულირება და საქართველოს უკრაინიზაციის საფრთხე, რომელიც არა რუსეთიდან, თითქოს არა რუსეთიდან, არამედ დასავლეთიდან მოდის. მეორე არის სუვერენული დემოკრატიის ხელყოფის საფრთხე და მესამე იდენტობის ხელყოფის საფრთხე. მედიის განვითარების ფონდის მიერ მომზადებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ ქვეყნის შიგნით ხელისუფლება სულ უფრო მეტად უპირისპირდება ადგილობრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებს, რაც რეპრესიული საკანონმდებლო ზომების მიღებასა და დამოუკიდებელი ინსტიტუტების მიმართ მტრული რიტორიკის გამოყენებაში გამოიხატება. უწყვეტი პროტესტის დისკრედიტაციის მცდელობა ხდებოდა როგორც უცხოური ძალების მიერ გავრცელებული დეზინფორმაციული შინაარსის თვალსაზრისით, ასევე შიდა პოლიტიკური აქტორების მიერ გავრცელებული დეზინფორმაციული შინაარსის თვალსაზრისით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ტენდენცია, რომელიც შეინიშნებოდა რუსული პროპაგანდისტული მედიის მიერ. ისინი ცდილობდნენ, რომ საქართველოში მიმდინარე პროტესტი დაეკავშირებინათ უკრაინასთან, ხდებოდა ეგრეთ წოდებული პროტესტის უკრაინიზაციის მცდელობა, კეთდებოდა სიუჟეტები, მზადდებოდა სეგმენტები, სადაც ისინი საუბრობდნენ, რომ მაგალითად უკრაინელი სნაიპერები იყვნენ ჩამოსული პროტესტში მონაწილეობის მისაღებად, ასევე ხდებოდა გავრცელება იმ მოსაზრებისა, რომ თითქოს უკრაინაში აგროვებდნენ მოხალისეებს საქართველოში პროტესტში ჩასართავად. ამ მიმართულების დეზინფორმაციის მთავარი შინაარსი იყო ის, რომ ისინი ცდილობდნენ საქართველოში მიმდინარე პროტესტი ძალადობრივად წარმოეჩინათ და გამოეკვეთათ უკრაინის კვალი. კვლევა შერეული მეთოდოლოგიით ჩატარდა, რომელიც ასევე სამაგიდო კვლევას, მედია მონიტორინგის და ფაქტების გადამოწმების მონაცემებსა და საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვას აერთიანებს.